ძალიან კიდე ჩემ გადაცემას არ უყურო, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. რაღაცა გითხრებ და გაკალებ. არქიტექტორი გელა ბათქაშიანი შეგებე. მე ჭამეშნი. შენი გადასაწყვეტია როგორ გირჩევნე ოჯახის გაგება ადგილზე მისული თუ ონლაინ. რა არის საჭირო თქვენთან დიდი შესაძლებლობა? პირადობის დამადასტურებელი ასლი, ბინადრობის დამადასტურებელი ასლი და ფადი ასლი. პლუსი დამოგება კაზინოს, მინუსი წაგება დიდი თამაშს. აზარტი ლათინური სიტყვაა და ქართულად всё ბოლოა მუსიკა. თქვენი დინები რა პროექტის არის? ხუევოსნაირ. ჭამეშნი ჭამეშნი. აჰო. ოდიში. მოგესალმებით მეგობრებო. მე სპარტაკი ვარ. ეს არის ყოველკვირეული გადაცემა აჯიკა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარისხილაკი. მარტივია. დაახლოებით ასე ეძახიან კაზინოებში მომსახურე პერსონალს. როცა მოგებულით არხის გატანა უნდა. როგორც მივხვდით, დღეს აზარტულ თამაშებზე ვისაუბრებთ. და თუ ვერ მივხვდით, იმის ბრალია, რომ სულ გამოგაჩნდათ მაგ თამაშებმა და ამ უბედურებებმა. აზარტი ლათინური სიტყვაა და ქართულად всё ბოლოა აი მეც ვაღარი თამაშებს. რომ იცოდეთ, აზარტული თამაშები იწვევს დამოკიდებულებას. არ გჯერა? თუ გინდა დაგენძლავებ. უჩვენებელი. აი, ასე არა. ძალიან ხშირია აზარტული თამაშების რეკლამები. მაგალითად, 3 წლის შვილთან ერთად გოჭიბებას უყურებ და მოგება უგებეურად უფრო ადვილია. ჩაწერე პრომოკოდი დედის 3-2 და მიიღე ახალ მანქანა. აგისკდა გული იურტვაიომა. კაზინოებში ალბათ ყველაზე პოპულარულია რულეტკა, რომლის დატრიალებისას ვერ გაიგებ. ახლა მოგაკეთო ცოტა მოგვიანებით. ხო და თუ ეს რულეტკა ცოტა რთულად ტრიალებს, დაფიქრდი, იქნებ შენი ბედი ამძიმებს ამას. გასაგებია. ალბათ ყველა კაზინოსთან ნახავთ ადამიანს, რომელიც შენგან ფულის მისაღებად დაახლოებით ასეთი მიზეზები აქვს. აუ ზმურად ჩემს სირაქლებას ატკიბდა ელენკა რა და ოპერაციის ფულს ვაგროვებ რა. ან ჩემი მეზობლის ბიძას მოუკვდა საყვარელი ობობა და ბიჭებს მინდა რომ პატარა მარმარილოს ქვაში ჩავსვათ და რაღაც ეგეთი რა. მოკლედ უარმოვი მიზეზი ჩვეულებრივ. სოფლიოში არსებობს ორი ტიპის ლაფატკა. ერთი აქვს მუშებს და ბეტონის საზელად იყენებენ, ხოლო მეორე აქვს კაზინოებს და თვალში ნაცლის შესაქმნელად იყენებენ. კაზინოში თამაში შეგიძლია ადგილზე მისვლით და ინტერნეტით, ონლაინ. შენი გადასაწყვეტია როგორ გირჩევნე ოჯახის გაკეთება ადგილზე მისვლით თუ ონლაინ. თუ გარშემო არც ოჯახის წევრი, არც მეგობარი და არც ნათესავი არ შეგრჩა, ნუ გეგონება რომ ფილმ შერეკილებში გიღებენ და ერთაუზი ხარ. შეეშვია მდედს და დალაგდება თავში ყველაფერი, ხო? მოკლედ რა სიხშირთას თამაშობ, იმ სიხშირთის ცვლება შენ ჩაცმულობის სტილი. თავიდან სოლიდურ პიჭაკში ხარ, შემდეგ სოლიდურ პერანგში და ბოლოს სოლიდურ ნიფხავში. მაინც უნდა ვთქვათ, რომ თამაშებს აქვს პლუსებიც და მინუსებიც, რომელიც თავიდანვე განაწილებულია. პლუსი დამოგება კაზინოს, მინუსი წაგება დიდი თამაშს. გასაგებია. უბედური რამეა ეგრეთ წოდებული ზამასკა. აი როგორ გითხრა რა. ახლა რომ ძალიან კიდეთ ჩემ გადაცემას არ უყუროთ, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ. რაღაცა გითხრებ და გაკალებ. ხო და სარამ ამ ზამასკის აკიდებას მიდამაბრალებთ, მოურჩე მონრობს და გადავალთ თომა. აი ბატონო. უთმუხუნებ თქვაო, აგური და ქვაო. ჩვენი გადაცემის სტუმარია არქიტექტორი გელა ბათქაშიანი შეგებე. გამარჯობა ბატონო გელა. თავის ეგზენით როგორც ტროიკაზე. ო. აი, ასეც არა რა, ის რას ნიშნავს რა. დამთავრებული გაქვთ 3400 კვადრატულიანი 3 სართულიანი შენობა. დიახ. სანამ ამ შენობას დაამთავრებდით, ჯერ უნივერსიტეტი არ დაამთავრეთ? კი, აი ეს შენობა რომ მოვკეთ დავამთავრე. დიახ. აი დაარსეს მერე ფაკულტეტი, სამშენებლო და ის ანუ ჯერ ააშენეთ და მერე დაამთავრეთ. ძალიან კარგი. პრაქტიკულია. გავიგე რომ უდიდეს კომპანიებთან გაქვთ მოლაპარაკებები წარმოებული. დიახ. შეგიძლიათ ის კომპანიები გითხრათ და ბარემ გავარეკლამოთ. კი, რა თქმა უნდა, შინ დეველოპმენტი, Kings დეველოპმენტი, F კვადრატი და A კვადრატს პლუს B კვადრატი უძრეს C-ს.
ძალიან კარგი კომპანია. და აი რა ის დადეთ რა ქვია ერთმანეთში. Драда кай ფოთჩემი კონტრაქტი? კონტრაქტი რა. კონტრაქტი დავდეთ რომ არასდროს მეუღარებოდი მათ მშენებლობებს. ძალიან კარგი. მათთვის მოგებიანი ხებოდა ის. რა თქმა უნდა. კი ბატონო. დოსიაში გიწერიათ რომ მილიონი კონტრაქტი დადეთ ერთ-ერთ კომპანიასთან. კი. დაასრულეთ თუ არა ის მშენებლობა. არა კაცო სადავდე ეგ არ მახსოვს ახლა და. ამდენ რამე სადავდე მე ვარ ილლა ჩაკუჩი დავდე ჩაკუჩი. არც მახსოვს სადავდე. ზეგი. საჭაურღა მეც ამასთან ვერ დალებ მეგობრებო და ვერ შეჭი. რამდენი კორპუსი გაქვთ აშენებული? 33. და რამდენი სართულიანი? თითო სართულია. ერთ სართულიან კორპუსებს შეშენოთ? კი, რა პრობლემა. ძალიან. მე მაინტერესებს როგორ კორპუსებს აშენებთ? მოსუპარული კორპუსებს. მოსიყვარულე კორპუსები რანაირია? აი მაგალითად ორი კორპუსი ხო ვაშენე. ეს არა გადახრილი მადახა აკოცებენ. რა მინუსი აქვს თქვენს კორპუსებს აშენებულებს ზემოხსენებულის გარდა? აი ესე ვერიზა. რატომ? სამსართულიანი რა თუ ეს. მოიცი წეგანა თუ ერთ სართულიანია, თუ ეს რამე ის არის? მობილიზებული ვარ, რომ ჩემს კორპუსებში იყოს მხოლოდ საცხოვრებელი ფართები. ანუ ამიტომ პირდაპირ მესამე სართულს ვაშენებ. პირველ და მეორე? მეორეზე მაინც მაღაზიები უნდა შევიდნენ და რა აზრი აქვს ახლა? ანუ პირდაპირ მესამედან იწყება. რა თქმა უნდა. მაღაზიები საკმაოდ. რა არის საჭირო თქვენთან ბინის შესაძენად? პირადობის დამადასტურებელი ასლი, ბინადრობის დამადასტურებელი ასლი და ფადი ასლი. რა ღირს თქვენი ბინები? კვადრატული $100. ასე იაფი? კი, მაგრამ მაინც ვერ დედულობ ხოლმე. რატომ? რომ ვერ შეულებენ ამ კვადრატულ $100-ს. ყველა არის მართკუთხედი ფორმის და რომელ ცემენტს იღებთ თქვენ კორპუსებისთვის? ვაიდელბერგ ცემენტს. ვაიდელბერგ ცემენტს რატომ? ვაიდა ბინას აიქცეს სამობრალებ ცემენტს. ძალიან კარგი. რამდენ ბალიან მიწის ფლოს გაუძლებს თქვენი ვაი კორპუსი? 4 ბალიანს, 3 ატმიანს და 1 კიდრიბავიდრის სალათიანს. აჯიკა ვინ იბარებს თქვენ კორპუსებს? ჯუმბერი. ჟიგულით დადის ხოლმე, თავიდან იბარებდა რადიატორებს, შემდეგ გაფართოვდა და ახლა ბინებს იბარებს. ახლა გაფართოვდა და კაიტას ბინებს. ძალიან კარგი. სხვათა შორის გაჩვენებთ ახლა ჩემს აშენებულ კორპუსებს. ეს არის ჩემი აშენებული კორპუსი. ეს არის ჩემი დაშენებული კორპუსი. ძალიან კარგია. ეს არის ჩემი მიშენებული კორპუსი. ძალიან კარგია. ეს არის უკვე ჩემი გადაშენებული კორპუსი. ესეც კარგია. და ეს ფულიან კაცი ვინ არის? ეს არის ჩემი აშენებული კაცი. ასე მაგასთან ფული წავაგე აშენდა ჩემს. კარგი. თქვენი ბინები რა პროექტის არის? ხუევოსნაირ. არის რა პროექტის არის? აი რომ შედიხარ ბინაში, აი მან მოხდება ხუევოსნაირ რასად არის? ყველი წერტილი, მშრალი წერტილი. მადლობელი ერთად. მაინტერესებს საჩივრების წიგნი თუ გაქვთ? კი, სხვადასხვა ძალიან საინტერესო წიგნია და შუაზე ორჯერ მე მგონი გადარჩევი ბოლოში. ძალიან კარგი. მაინტერესებს როცა რამე პრობლემა გაქვთ ხოლმე ამ შენებლობის დროს, კასკი თუ იფხანს ქუს. სად არის ჩემი ზომა კასკები და კასკი? თქვენი ზომა კასკები არის, მაგრამ აი ცხოვრება არის ნიუ-იორკში, მალთაყვაში, რა ვიცი, პარიზში. მალთაყვაში ძალიან კარგი. სამზარო ლიფტი აუცილებლად გექნებათ, ხო, ახლა მაგას რაღაც გითხრათ. არ მივაკეთე. საპირთო? საპირთოს რა უნდა ბიჭო კორპუსში? სადაა? გარეთ განახოლმე. რას ეთქოდით მომავალ არქიტექტორს? ყველაფერი გააკეთონ რომ მე არ დამემსგავსო. არც ფიზიკურად და არც პროფესიონალურად. რაიმე რჩევას ხო არ მოგცემდით სტუმრობის ბონუს? კი, რა თქმა უნდა. ისმათ? ორთაჭალაში, 4 კორპუსში. არის იდოთ ბილა დამიჯერე. არა ხო? მინდა. ძალიან კარგი, ადამიანი ყოფილებს. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო არქიტექტორი ბატონი გელა ბათქაშიანი. ჩვენ ერთმანეთს ერთ კვირაში ვხვდებით. თუ არ შევხვდებით, ზაგლები მაგვდეს სულში.